საჯარო ბიბლიოთეკაში გამომცემლობა ინტელექტმა ორი წიგნის პრეზენტაცია გამართა. გია ფერაძის გამოუქვეყნებელი ლექსები სევდის კრებული 2 და ილიკო ფერაძის წიგნი მე ბებია ბაბუა დედა მამა და გია ფერაძე. ცნობილი მსახიობის გია ფერაძის ძველი ლექსების უმეტესობა ციხეშია შექმნილი, ხოლო მისი ძმის ილიკო ფერაძის წიგნი მათი ოჯახის ისტორიაზე მოგვითხრობთ. პრეზენტაციას გია ფერაძის უმცროსი შვილი, ქალაქ სამარის აკადემიური თეატრის მსახიობი გია ფერაძე კუზუბოვიც დაესწრო. პირველად მე დაბოითა ჩემი თანხებით, რა თქმა უნდა და არ გამეყიდია დავარიგე ეს. ეხლა გამომცემლობამ აიღო თავის თავზე ესა ეს წიგნი გაიყიდება, ძვირი არ ეღირება და უფრო მეტი მოსახლეობა შეუძლია მთელ საქართველოში გაიცნოს ეს გიას ცხოვრების იმ დაფარული გვერდების შესახებ, რომლის შესახებაც არაფერი არ იცის. ეს ორი წიგნი ჩემი ცხოვრებაა. მართალია ქართული ენა არ ვიცი და ამ წიგნებს ვერ წავიკითხავ, მაგრამ აქ შეკრებილი ხალხი მე მაგძნობინებს თუ ვინ იყო მამა ჩემი და რას წარმოადგენს ფერაძეების ოჯახი.